ინკლუზიური განათლება არის ამ ბარიერების მოხსნის ერთ-ერთი საშუალება და გზა, ყველაზე ეფექტური, იმიტომ რომ განათლებაზე გადის დამოუკიდებელი ცხოვრების გზა. მე თუ განათლება ვერ მივიღე, ვერ სამსახური მექნება, ვერც ვემუშავებ, ხო ესეა. ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო მიუერთეს ამ სტრატეგიული განვითარების სამმართველოს, რომელსაც კიდევ სხვა ბევრი სხვადასხვა მიმართულებები აქვს და ეს სამმართველო, ეს ინკლუზიური განათლების ფაქტობრივად ჩაიკარგება იმაში, რასაც მიუერთეს და იმ მთავარ და მნიშვნელოვან ფუნქციას დაკარგავს, რაც მას უნდა ეკეთებინა. ანუ მას უნდა განესაზღვრა ინკლუზიური განათლების პოლიტიკა საქართველოში. სამინისტრომ ადგა და ეს სამმართველო თავის თანამშრომლებიანა გაუშვა და ამბობს, რომ მივაბი რეორგანიზაცია გავაკეთე სტრატეგიულ დაგეგმარებაში. ანუ თანაბოს არ გავაუქმე, როგორ არ გავაუქმე, ხო? როდესაც თავის თანამშრომლებიანა მიდის და ვიღაცის ფუნქციაში ჯდება ეს, ხო, რომელიღაც სამმართველოსი. და ეს პოზიციები სამინისტროს აღარა აქვს, ხო? შერწყმა ნიშნავს, რომ ამ სამმართველოს ამასთან ერთად ვტოვებ თავის თანამშრომლებიანა და ერთად უფრო ეფექტურად გრძელდება მუშაობა, ვაფართოვებ. 25 წლის წინ რო ადამიანი მოვიდა და ინკლუზიური განათლება მასთან ერთად რო შეიქმნა და დღეს რო სამმართველოს უფროსი იყო, ხო? იმას რო უშვებ. ამაზე კარგი ვინ ყავს ინსტიტუციურ მეხსიერებაში სამინისტროს, რომ ასეთი ამხელა გამოსულებს ადამიანს ატოვებინებ სამინისტროს, მაშინ ვისაბარებ ამ ფუნქციებს. ანუ მე სულ მაგას ვამბობ, რომ იქნება კარგი რაღაცა მოიფიქროს, ხო? და არ გვესმის ჩვენ საზოგადოებას. განგვიმარტონ, დასაკეთებენ, რა უფრო ეფექტური გზები იპოვეს, რაც აქამდე არ გვიფიქრია. მე კითხვები გვაქვს, რომ ვინ გაუწევს მაგალითად იმ უკვე არსებულ რაღაცა მექანიზმებს, ზედამხედველობას ვინ გაუწევს, ვინ შეაფასებს, ვინ იმუშავებს გაუმჯობესებაზე, რაღაც საკითხების დახვეწაზე. აი ეს არის პრობლემა. პლუს პრობლემა არის, რომ საკითხების გაფართოებაზე არავინ არ იმუშავებს. უმაღლეს საგანმანათლებლო დონეზე ჩვენ ინკლუზია გვაქვს ნულის ტოლი. ამაზე ესე იგი ფიქრის დონეზეც არ ვიცით, ამაზე ვინ იფიქრებს, რომ უნივერსიტეტებში შშმ სტუდენტების ინტერესები რომ გაითვალისწინონ. მოსაზრებები არც ამ დარგის ექსპერტებისგან, არც შშმ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისგან, არც მშობლებისგან, რომელთა შვილებზეც არის ლაპარაკი, არ გაუვლიათ არანაირი კონსულტაცია, არ უკითხავთ, არ გაუფრთხილებივართ. აი ესე ერთპიროვნულად სადღაც ოთახში დასხდნენ და გადაწყვიტეს ეს. ეს მიუთითებს ორ რაღაცაზე. ერთი ის, რომ არიან უვიცები და არ იციან უბრალოდ რამხელა მნიშვნელობის სამმართველოს შეუქმნეს ეხლა საფრთხე, ან უბრალოდ თავგასულობაა და ფიქრობენ, რომ თვითონ რასაც გადაწყვეტენ, ის უნდა გავიდეს აუცილებლად და არ საჭიროებენ ამაზე იმას კონსულტაციებს. შშმ პირებს ძალიან დიდი გრძელი და ურთულესი გზის გავლა უწევთ იმისთვის, რომ შეძლონ იყვნენ საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები. რა იგულისხმება სრულუფლებიან წევრობაში? მიიღო განათლება, ქონდეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ განათლებული ხარ, ქონდეს შესაბამისი სამსახური, ქონდეს შესაბამისი ანაზღაურება და შეძლო საკუთარი თავის რჩენა. რისი შესაძლებლობაც ყველას გვაქვს, ხო, მოქალაქეს, რომ ეს მიიღო, ის მიიღო, უკვე შენზე არის როგორ შეძლებ. ჩვენ ამ ადამიანებს ვუკეტავთ, ბარიერებს ვუქმნით ხელოვნურად. ჩართულობის მექანიზმი აღარა გვაქვს, ისე იღებენ გადაწყვეტილებებს ჩვენ შვილებთან დაკავშირებით, რომ არც ფიქრობენ, რომ რამეში ანგარიშვალდებულები არიან. ანგარიშვალდებულება გაქრა ამ ქვეყანაში, რაც გამოიწვევს, რომ ესე ვიდგებით იქ ვიყვირებთ, აქ დავწერთ და რასაც უნდა იმას გააკეთებენ და ნუ რას უკაცრავად, ანუ ყველაზე ძლიერ თემს დაუპირისპირდნენ, მშობლებს წინ ვერავინ ვერ დაუდგება.